გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მე გახლავთ პარანორმალის ექსპერტი გიორგი მიხაუტაძე, ჩემი თანაშემწე სანდრა ხუციშვილი. დღეს ვართ ერთ-ერთ ოჯახში, სადაც შესაბამისად რაღაც უცნაურობები ხდება და შემოვიდა ჩვენთან შეტყობინება ამასთან დაკავშირებით. ჩვენც დაუყოვნებლივ გადავედით საქმეზე. Რა თქმა უნდა, მანამდე მოკვლევა გავაკეთეთ, ზედაპირულად გამოვკითხეთ ოჯახის წევრები და რამოდენიმე ფაქტი დაგვიდასტურეს. მაგრამ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გავიაროთ და უკვე ამჯერად ჩავიწეროთ როგორც მტკიცებულება მათთვის, სხვა ოჯახებისთვის, ვისაც დახმარება ჭირდება ანალოგიურ სიტუაციაშია და არ იციან რა ქნან ვის მიმართონ რა გააკეთონ, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს თქვენს გეხებათ. გამარჯობა, მოგესალმებით. მოგესალმებით. თუ შეიძლება გითხარით რა ხდებოდა აქამდე სანამ პარანორმალი მოვიდა და თქვენთან სამუშაოდ, რა უცნაურობებს ჰქონდა ამ ოჯახში ადგილი? ეს 4 წელია, დედაჩემს წნევი ადრეც ჰქონდა, მაგრამ ემორჩილებოდა ყოველთვის წამალს და არასდროს ექიმი არ დაშევებია. არავით არის სასწრაფო, არავით არის ოჯახის ექიმიც კი არ ყავდა. ეს 4 წელია უკვე, 4 წელწადნახევარი, სულ არის ცუდად. წნევების გამო მე გული უხდება ცუდად, გული ეკუმშება, თავის ტკივილი უვარდება ძლიერი თავის ტკივილი. ხოდა სულ სასწრაფო გჭირდება. ხან დღეში ორჯერაც ასე ხდება, ხან კვირაში ორჯერ გჭირდება მხოლოდ, ხან დღეში ორჯერაც და კვირაში 4ჯერაც გვიწევს ასე და ხან როგორ, ხან გვემორჩილება, ხან არა. მაგრამ სულ შეშინებულია. ზინავს, რაღაცა ცუდ სიზმრებს ნახულობს, ტირილით იღვიძებს, გაახელს თვალებს და სამზარეულოში წყალთან დამდგარ შავებში ჩაცმულ ქალს ხედავს. ხშირად ხდება ესეთი რაღაც. ხდებოდა ეს ბოლო ხანი აღარ უნახია, მაგრამ ხდება ხშირად. დიახ. ეშინია და ვერ მიდის. ამის გამო სინათლეზე გვინთია, ვერ ვაქრობთ, თუ ჩავაქრეთ ყოველთვის მსგავს რაღაცას ხედავს. ანუ სიგნალაში ცუდად გრძნობს თავს, ხო, ადამიანი? ცუდად გრძნობს და პირდაპირ ხედავს, რომ ვიღაცა დგას და მეკითხება, შენც ხედავ ვიღაც რომ დგას? არა, მეუბნები, არავინ არ დგას. მივალე, დავდგები, აი მე ვარ, ამანთებს უps, მარტო მე ვარ, აქ არავინ არ არის. ოთახში რო გამოეღვიძა, ოთახის კუთხეში მხოლოდ ერთხელ ნახა ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი, შავი შარვალ კოსტუმში. და ეგონა წმინდა გიორგი, ასე მითხრა, წმინდა გიორგის გავდაო და შავი შარვალ კოსტუმი ეცვა. არა ის არის იყო. მაგრამ ამარო წარმოიდგინა, რომ ეს იყო ხატი, იმდენად არ შეშინებია, მაგრამ მეკითხება, ვიღაცა დგას ჩვენ საწოლთან, აგერ კედლის კუთხეში და ვინ არის იცნობ, მეუბნება. წმინდა გიორგის გავს და ნამდვილად ის არის, მკითხა კიდევაც და არავინ არ დგას როგორ. არავინ არ დგას აბსოლუტურად, მაგრამ მით უმეტეს შუქი შემოდის იქიდან. ეს ერთხელ მოხდა, მაგრამ აი სამზარეულოში წყალთან დგას ყოველთვის ხშირად ხედავს. შავში ჩაცმულ ქალს. ხან ზურგიდან დგას, ხან მოტრიალებული ოღონდ თავდახტები. თქვენმა მითხარით, რომ მანამდე, ანუ სანამ თქვენ გადმოხვიდოთ ამ ოჯახში საცხოვრებლად, მანამდე იყო ვიღაც მსგავსი ქალი, ხო? შავში ჩაცმული ქალი ცხოვრობდა. არა, აქ ცხოვრობდნენ ახლა ჩვენამდis ქირით. არა, იმ შეძლებდა. შავებში ჩაცმული ქალი და გადავიდა აქედან. ცხოვრობდა ვიღაც შავებში ჩაცმული ქალი, ხლივი ქალი. თქვენამდე იყო ეს, ხო? ჩვენამდე არ, იმის შემდეგ კიდე იდგნენ გოგოები. და გადავიდნენ ისინი ცოტა ხანში. ანუ მალევე მოდიოდნენ, მიდიოდნენ. ხო, ნუ ეგ გასაგებია, მესმის კი ბატონო. ჩვენ შემოვჩით, ნუ კარგი ხაზი იკապოს, კაი ოჯახია. კარგად არიან ჩვენთან, გვერდში გვიდგანა, დედაჩემსაც რამე რომ გაუჭირდება მართლა ფეხის წვერებზე დგანა, რასაც ქვია და სამონტყოფოშიც კი უთენებენ ღამეს. სასწრაფოს რომ იყავს, მოდიან ისინი ჩვენთან ერთად ხოლმე და გვერდზე გვიდგანა. დიახ, მამა გაბრიელის გამოცხადებას რაც შეეხება, ეგ როგორ იყო თუ შეიძლება მაგერებით? მამა გაბრიელი? აი აქ საწოლთან.
სატობის ბოლოში აი მაგას მოვიდა და აი ზუსტად მე აი, რა ვაჩვენე ფორმატი ხატი ცადი. და ვანახე ესეთი იყო მეუთხარი აი როგორი რომელი ცაცვია, სხვათა შორის თვითონ დაადო ხელი განიცამოთვლიანად. აი ასე ეს და. გამოიყურებოდა თეთრ წვერებს მაგრამ ადამიანს როგორი კუდიც აქ ახურიო რაც ხატის ის არც არის მე დამელაპარაკე სურათი არ დამელაპარაკე ზუსტად ეგეთი კუდი ახურა მასეთი მოსაცმელი მასე გამოიყურებოდა და იდგა მდუმარეთ ხმა არა იდგა ხმა არ გამცა ესე იგი მიყურებდა მარტო მიყურებდა იდგა ამას ეღვიძება უბრალოდ უყურეს მე ყვირდა უყურე როგორ გძინავს და ვიღაცა შემოვიდა არა აქვს მნიშვნელობა არ შემოსული არ მინახია. ვინმე მოეჩვენა ამას შიში უჩდება რომ ჩვენ გძინავს და სახში კეთილი ეხლა დაუბრუნდეთ იმ საკითხებს მედიცინურ საკითხებს ეგ გვაინტერესებს ანუ ესე იგი რამდენადაც თქვენ გითხარით ადამიანი შევამოწმეთ კურნალობდა ხო რაღაც პერიოდი მაგრამ ექიმები გვეუბნებიან რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია და მას არაფერი კი აწუხებს ანალიზების პასუხებიც ამომიბეჭდეს ერთადერთი შემთხვევა იყო რომ კრეატინი ქონა ძალიან მაღალი დიახ და თირკმელებზე უმკურნალეთ ნუ რა თქმა უნდა ამასთან კავშირში არ არის წნევებთან ახლა და მე ახლა საავადმყოფოში გონებიან კი წვება რამე ნახულობენ ანალიზებს დიახ და ყველაფერი კაია ყველაფერი სუფთა მაგრამ წნევებს ვერ ვარებ საბუთებიც გააქვთ ყველაფერი ამ გამოკვლევების რომ კი აგერ მაქვს ყველაფერი თუ შეიძლება მომწოდეთ თქვა შეგაწყვეტ აი ახლა ამომიბეჭდეს რომ გვეცვა საავადმყოფოში და მითხრას ვისაც გინა აჩვენეთ ამ ხალხს არაფერი არ შეს მაგრამ ძალიან უცნაური წნევები აქვს და ამას ჩვენ ვერ ვარებულილებთ რადგან სამ კომპონენტიანსაც ვერ ნიშნავთ რომ მოვსინჯოთ როგორ იმოქმედებს ალერგიული ამლოდიპინზე და ვერ ნიშნავენ სამ კომპონენტიანს მაგრამ ვერც არებულილებენ და უყვირთ რომ საათების მიხედვით ეწევა წნევა საავადმყოფოშიც ისე ეწევა როგორც სახლში მეგობრებო, მე ხელში მაქვს საბუთები. ეს არის გამოკვლევების პასუხები, ხო სწორია? და ანუ ჩვენ მედიკოსები გეუბნებიან, რომ ქალბატონს აბსოლუტურად არაფერი ჭირს, ანუ შეამოწმეს არის ანალიზის პასუხები. ანალიზების პასუხებიც აქ არის. კარდიოგრამა და ყველაფერი. ყველაფერი. და გვიწერენ რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია, ნუ ფიზიკურად არ აღინიშნება რაიმე დარღვევები, აი საბუთებიც თავის ბეჭდებით აქ მაქვს. და სხვადასხვა სასწრაფო რამდენი კვლევის შედეგია? 2, 3, 4 5 გაცემული საბუთი და დანარჩენი კიდე იქ არის. ეს ფორმა ასი და ყველაფერი. კი ბატონო, აგერ არის გაჩვენებთ საბუთებს. აკინძულია ყველაფერი, სადაც გვიწერენ რომ ქალბატონი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მას არ აწუხებს. ეს ანალიზებია ამის რო იწოდია საავადმყოფოში. და აქაც გვიწერენ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ნორმალურად არაფერი არ არის. სჭირდა, რა უნდა გავუკეთოთ, წლობით ხوار დავაწყოთ. კეთილი, შეხედეთ მეგობრებო საბუთებს, ამ რამდენი საბუთია, სადაც გვიწერენ რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია და არ აღინიშნება მას ფიზიკური არანაირი დარღვევა. რა თქმა უნდა საყურადღებოა ამდენი საბუთის მერე. ეხლა უბრალოდ კითხვა სვავ, რა უნდა ჭირდეს ადამიანს, რომელსაც აბსოლუტურად არ აღენიშნება არანაირი დარღვევა, ის სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ცუდად გრძნობს თავს და ღამის განმავლობაში ერთი და იგივე დროს იწყება ეს ყველაფერი, ხო, თქვენ ასეც მითხრათ. ღამე საათების მიხედვით და დღისითაც. ისეთ ნაკლებად, მაგრამ ღამე აქვს სერიოზული შემოტევები წნევასთან საღამოდან უკვე. კეთილი მეგობრებო, მოკლედ გაჩვენეთ საბუთები. კამელების იმას. კი, აღარ არის საჭირო, მადლობა. უკვე საკმარისი მეტი იყო. მეგობრებო, უცნაური მომენტი აქ ის არის, რომ ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელია, გაიარა მთელი რიგი კვლევები, ანუ შეამოწმეს ანალიზები, გულის პასუხები, კარდიოლოგიური და ასე შემდეგ. და უამრავი საბუთია, სადაც დასკვნაში გვიწერია, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია ეს ადამიანი და არ აღინიშნება მას არანაირი დარღვევა. აი ეს არის სწორედ ძალიან საინტერესო, რატო ხდება ადამიანი ცუდად მოულოდნელად. ამას გავარკვევთ აუცილებლად და ჩვენც სწორედ ამიტომ ვართ, რომ ამ ჯახს დავეხმაროთ მაქსიმალურად რითიც შეგვიძლია და იმედი მაქვს, რომ ღვთისმსხალობით ყველაფერს შეძლებთ და ყველაფერს
დავძლებთ. მოკლედ ამ დროისათვის სულ ეს არის თუ იმას რამე გსურთ რომ დაამატოთ გისმენთ? არაფერი სხვა ეს პრობლემა გვაქვს სხვა არაფერი და ერთი საინტერესო რა არის კიდევ ცუდად რო არის პირის მეგარიყავებს თავს და ნერვოზი გაქვს ეულები ნერვოზი ექნება ახლა ადამიანს 240 რო ექნება წნევა 110-ზე ძალიან მაღალია. სერიოზულად ცუდად არის ხო და ძალიან მაღალია ნუ ტირი ხარო შენ წედება დამამშვიდებელი რა თქმა უნდა დამამშვიდებლები მხიარულ წერტილზეა ყველა დღე როცა კარგად არის წნევა არ აქვს ეზოში ცეირნობს გარეთაც გადის ეზოს გარეთაც გადის როცა უნდა მღერის როცა უნდა ტელეფონში უსმენს სიმღერებს და ასე არაფერი თუ ნერვოზი აქვს რატო ისე არ აქვს როცა ნორმაში აქვს წნევა მაგრამ საათების და მიხედვით უწევს და სასწრაფო იძახის კარდიოგრამა რო გადაუღო გულზე არაფერი არ ჭირს არა გული დამიჭირა მიშველეთ ძალიან ცუდად აღარ ბებო კარდიოგრამაც გადაგეცეთ ყველაფერი არის ხუთი კი ბატონო გასაგებია ეხლა ჩვენ პირველ რიგში გამოვიკლოთ არის თუ არა რაიმე ოჯახში ხელისშემშლელი გულისხმობს სწორედ პარანორმალურ მოვლენას რომელიც შეიძლება უშუალოდ კავშირში იყოს ამ მოვლენებთან ამას დავადგენთ პირველ რიგში აქედან დავიწყეთ რა თქმა უნდა ხო თუ ეს გამოირიცხა მაშინ ჩვენ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში და გამოვიყენეთ ამ ყველაფერს და ვიმედოვნებთ რომ ის რაც ადამიანებისთვის შეუძლებელია ანუ ჩვენთვის რა თქმა უნდა შესაძლებელია უფლისთვის და ჩვენ სწორედ უფლის რწმენით მოქმედებთ რა აქედან გამომდინარე ეჭვი არ გვეყარება იმაში რომ რასაც გულით გავაკეთებთ უფალიც დაგვეხმარება ამ საქმეში ასე რომ დროებით მეგობრებო და ამ კვლევის შედეგებს აუცილებლად დავდებთ და დეტალური განხილვაც გვექნება ასე რომ დროებით ჩავერთვებით მოკლედ მეგობრებო გვაქვს ესეთი სიტუაცია ესე იგი ინტერვიუს დროს ძალიან ხოთ ყველამ კარგად გაიაზრეთ რაც მოისმინეთ ეგ ყველაფერი იმიტომ რომ იმ ყველაფერთან კავშირი ექნება რასაც ამ ყველაფრის მერე გამოვიკლეთ ჩვენ ამიტომ ყურადღებით მისმინეთ ჩვენ გადავამოწმეთ სახლი უკვე და რასაც გვეუბნებოდნენ და გვიყვებოდნენ ოჯახის წევრები ნაწილობრივ უკვე დადასტურდა და თუ რაშია საქმე ახლა გიხსნით სახლი არის ძალიან პატარა ის შედგება სულ 3 ოთახისაგან პროსტორად ერთი ოთახისაგან მაგრამ 3 სხვადასხვა განყოფილება არსად სახლის სხვადასხვა წერტილში არ ფიქსირდება აქტივობა გულისხმობ შემოსასვლელ ნაწილში ხოლო იქ სადაც ოჯახის წევრებს ძინავთ კონკრეტულად კი მოხუც ქალბატონს და მის შვილს ახლა ეს ადგილი ზუსტად აი აქ ზუსტად საძინებლის ტერიტორიაზე ფიქსირდება ძალიან დიდი აქტივობა პერიოდულად აი ნახეთ რამხელა ის შეხედეთ აი უყურეთ არც ერთ სხვა კუთხეში გარდა ამ ოთახისა და კონკრეტულად აი ამ საძინებლის რომელიც პერიოდულად იძლევა ძალიან დიდ აქტივობას ეს კი უშუალოდ აი ნახე რამხელაზე ავარდა შეხედე დააგვერდე ელექტროენერგია სახში გათიშული გვაქვს აი უყურე პერიოდულად რამხელა აქტივობას შეიძლება ეს უკვე ნიშნავს ძალიან დიდ პარანორმალურ ზონას მეგობრებო უშუალოდ საძინებლის სადაც ამ ადამიანებს ძინავდა რა თქმა უნდა ეს დაუშვებელია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აქ ვინმეს ძილი და საერთოდ გაჩერებაც კი ვინაიდან ეს არის მძიმე ასტრალური გარემო და ნახეთ რამხელა ტალღებს იძლევა ასტრალი შეხედე ნახე რა მოძებს უყურე დააგვერდე ძალიან დიდი აქტიური ზონა იმისათვის რომ დარწმუნდეთ აი დააფიქსირე აი გავწევ ამას ესე ხო რა ჩანს უფრო კარგად კარგად ჩანს ხო აი ნახეთ პერიოდულად აი ნახეთ რამხელაზე უყურეს უყურეთ პირდაპირ იმ ზონაში ძინავთ ადამიანებს სადაც ძალიან ძლიერი ასტრალური გარემოა და ბუნებრივია რომ ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანებზე ეს ერთი ეხლა გაჩვენებთ იმასაც რომ სხვაგან ანუ როგორც კი მოშორდებით კონკრეტულად მაგ ადგილს ხო აი აქეთ უკვე ასად არ შეინიშნება მსგავსი ზონა გარდა იმ ადგილისა რაც მე გაჩვენეთ წერაში ეხლა პირველი საათი უკვე შესრულდა ორი დაიწყო და ამ დრომდე ისე გვაქვს
ძალიან დიდი აქტიური ზონა იქ საძინებლის მხარეს და აქ არა. არც აქ. როგორც გითხარით, სახლი არის ძალიან პატარა. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელია ის ქალბატონი, რომლის ალბათებით გაჩვენით, მაგრამ პერიოდულად ძალიან ცუდად ხდება ხოლმე. აწუხებს უცბად მოვლენილ ძალიან დიდი წნევები. ღამე ძილშიც ესიზმრება რაღაცა ძალიან უცნაური მომენტები, რის გამოც იზოლებულია, რომ გაიღვიძოს, ანუ არ აქვს სტაბილური ძილი, კოშმარები ესიზმრება, რაღაც საშინელებები და ვერ ახერხებს ნორმალურად ძილს. და შეგახსენებთ, რომ ამას შვება ჯანმრთელი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად არაფერი მედიცინურ თვალსაზრისით არ აწუხებს. ბუნებრივია, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ჩასაწყვეტი ის, რომ სწორედ იმ ადგილსაც სამ ადამიანებს წინავთ, შეინიშნება ძალიან ძლიერი პარანორმალურად აქტიური ზონები. სხვაგან სახლში არსად არ ფიქსირდება მსგავსი რამ. აი კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს ყველაფერი და ვნახოთ. ხო, პლუს მაგას ჩვენ ორივე დეტექტორი შევამოწმეთ, სად არის დეტექტორი მაგიდას დევს სანდრა მეორე. კი. ხო. ანუ ორივე დეტექტორი გვაძლევს სიგნალს. ბოლოდ იმ ადგილას. ავიდეთ კიდევ დავაჭერეთ მესამე დეტექტორი და ეხლა მაგას გავაკეთებ ზუსტად და იმასაც გაჩვენებთ, რომ სხვაგან სახლში არსად არ შეინიშნება პარანორმალურად აქტიური ზონები, მხოლოდ ერთ წერტილში და ეხლა რა თქმა უნდა ამასაც გაჩვენებთ. აი ეს დეტექტორი. ეხლა თქვენ წინაშე ჩავთავ ამ დეტექტორს. დეტექტორი ჩაირთო. ხედავთ ლურჯ წერტილს, ხო? ამ შემთხვევაში მშვიდობაა. ხოლო თუ წერტილი გაიზარდა და ავიდა, ან მოგცა სიგნალი, ნახეთ უყურეთ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ პარანორმალური ზონაა. მშვიდობა, არაფერი არ ხდება. არც აქ არაფერი არ ხდება. გამოგები? აი არც აქ არაფერი არ ხდება. არც აქ და აი როგორც კი უახლოვდებთ, აი შეხედე სანდრა გადაიღე, უყურე, აი ეს ადგილი. შეხედეთ. მუდმივი სიგნალი. ეს უკვე არის ასტრალური ძლიერი გარემო და ეს დეტექტორიც უტყუარად გვატყობინებს მის არსებობას იქ, სადაც ამ ადამიანებს ძინავთ. გაიჩიშა საერთოდ. რა გაიჩიშა? ეს ფანარი, აჰა, ჩემი ფანარი. პლუს ამას ერთი უცნაურობა, 100%-ზე დატანილი ფანრები ბოლომდე დაჯდა. ძალიან მალე. ძალიან მალე. ჩართვიდან სადღაც 5 წუთში. ერთი წუთი იყავი იქ. მეგობრებო, ჩართვიდან ფანრები, რომლებიც ქონდა 100%-ზე დატენილი, სულ რაღაც 5 წუთში წინა. აი შეხედეთ, ნახეთ, რამხელა გაწია ფანარი გაწია. აი ეს გადაიღე. ჩანს კარგად? ნახე, სადავარდა უყურე. ესე ჩანს ხო, მგონი კარგად უფრო უყურე. ანუ ნახევარზე გადადის მთლიანად. ნახეთ, უყურეთ რამხელა ძლიერ. ეხლა მეორე დეტექტორსაც მოვიტან. აი უყურეთ, ორივე უშეცდომოდ გვატყობინებს პარანორმალურ ზონებს. უყურეთ ეხლა. ნახეთ. აი. ხედავთ? აი. აი ნახეთ. აი ზუსტად ორივეს დააკვირდეთ, ორივე დეტექტორი უშეცდომოდ გვატყობინებს ამას. ერთიც და მეორეც. ნახეთ. გასაგებია, 100%. კი, რა თქმა უნდა, აქ აბსოლუტური ხონდა. გამიშულია. ან მშვიდობა, ნახეთ. სახლის ამ კუთხეში, ან როგორც გითხარით, დავიდან მშვიდობა, არაფერი არ ხდება. სუფთა ზონაა, არანაირი ასტრალური ტალღები არ ხარცობდება. შემოსასვლელშიც აი აქაც ანალოგიურად სუფთაა და აბსოლუტურად არაფერი საშგარემობა ამ კუთხეში, სახლის ამ კუთხეში არ იგრძნობა და არ შეინიშნება. ეს 100%-ია. ხო, რაც შეეხება უკვე აი ამ ზონას, ჩემს უკან სანდრა.
რა შეგვიძლია ამ დროს სამოთხე შემოვიდა თუ არა ეგრევე ნახეთ შეხედეთ აიღურეთ პერიოდულად როგორც კი აი ეს რო 100%-ით ასტრალური ტალღებია მეგობრებო ამას დეტექტორებიც კარგად გვატყობინებენ მომენტალურად ძლიერი აქტივობა შემოდის მე სუსტდება მე ისევ შემოდის ზუსტად ასტრალს რაც ახასიათებს ანალოგიურია აი ახლა უყურეთ ამ დროისთვის ნახეთ არაფერი ეხლა ამ დეტექტორზე აქტივობა რა დაფიქსირდება მეორე დეტექტორი საოცრად გაიგებს ამ ყველაფერს უყურეთ ახლა პერიოდულად იქნება აუცილებლად აი ხედავთ უყურეთ დრო სანდრაიანოთი 2 საათი წუთი კი ბატონო შეხედეთ პერიოდულად აი ნახეთ ზუსტად ანალოგიურად ორივე უზუსტესად გვაჩვენებს აი როგორც კი აქეთ აპარატზე აქტიურობა ფიქსირდება მეორე აპარატის ეგრევე დაუყოვნებლივ გვატყობინოს ეს 100% ეგრეა დადგენილია ეს ყველაფერი ასე რომ სახლის მეპატრონე რასაც გვიყვება უცნაური მოვლენების შესახებ ნაწილობრივ უკვე გვაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები ეხლა გადავალთ კიდევ ერთ დეტექტორს დავაყენებთ ეს არის უშუალოდ მოძრაობის დეტექტორი ამ დეტექტორს ვიყენებთ მაშინ როდესაც ძალიან ძლიერი აქტივობები ფიქსირდება თუმცა მონაცემებით ეხლა ამ დრომდე სულის მოძრაობასთან ადგილი არ ქონია რო თქვათ რომ აი სახში რაღაცა მოძრაობს უშუალოდ არა მაგრამ ასტრალური გარემო უკვე გახსნილია ამ კუთხეში და ეგ იმას ნიშნავს რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ამ სახში რაიმე გადმოვიდეს მაგრამ ჯერჯერობით ამ დრომდე მსგავს მოძრაობებს ადგილი არ აქვს თუ რაიმე შემოვა სახში აუცილებლად გავიგებთ უკვე დეტექტორების საშუალებით და კიდევ ერთ დეტექტორს გამოვიყენებთ ეხლა უშუალოდ ეს არის მოძრაობის დეტექტორი მანამდე არ გავთიშავთ დეტექტორები იქნება ჩართულ მდგომარეობაში შეგვატყობინოს თუ რაიმე შემოვიდა აი აქ დავდებ მეორეს ეს აქ დავდებ აი ესე იყოს ორივე და გადავიდეთ მესამე დეტექტორზე აი ამ დეტექტორმა თუ ეხლა სიგნალი მოგცა ეს უკვე ძალიან ცუდი იქნება მაგრამ ყველაფერს ეშველება თავარია ეხლა დადგინდეს იმის გარდა რაც უკვე დავადგინეთ სხვა რა ხდება საინტერესოა ჩვენი 100%-ზე დატანილი ფანები რამ დააჯინა მინათე აი ხლა ამ დეტექტორს დავაყენებთ პირდაპირ სადაც იქნება ზონა სადაც უკვე ვიცი თუ არის ზონა ეს ფანარი შენ დატოვე სანდრა კი რატო ეხლა ამ დეტექტორს შეხედე მოდი იცი რაც ვიდეო აი ესე შორთავ ხა всё და არავინ არ ვიმოძრაოთ შეგვიძლია აქ გამოვიდეთ თუ დეტექტორმა დააფიქსირა მოძრაობა რამე აუცილებლად შეგვატყობინებს ამის შესახებ რაც რა თქმა უნდა დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულება იქნება იმის რომ რაღაცა გადმოვიდა სახში სორგიმ ასტრალური გარემოდან რაც დაფიქსირებული არის ამ დრომდე დაველოდოთ 2 წუთი და ნახოთ შევატყობინებს თუ არა მესამე დეტექტორი სახში უშუალოდ მოძრაობას ასტრალური ზონა არის
და რა თქმა უნდა უკვე გახდა საჭირო რომ მოძრაობის დეტექტორის დაგვეყენებინა სწორედ იმ ზონებში სადაც შეინიშნება ეს ასტრალურად ძალიან დიდი აქტიურობა. ბუნებრივია რომ ამ ადამიანებს ძინავთ იქ სადაც ეს საშინელი ასტრალური ზემოქმედება ხდება. ბუნებრივია რომ ეს ხელს უწყობს ადამიანის ცუდად გახდომას და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ამ ზონაში ვინმეს ეძინოს. რა თქმა უნდა ეს კოშმარული სიზმრით პირდაპირ კავშირში არის ამ ასტრალურ ზონასთან რომელიც სახში გვაქვს სწორედ იმ ნაწილში და სხვა ნაწილში არა მარტო იქ. ეხლა ელექტროენერგია მთლიანად გათიშულია და ველოდებით განგაში სიგნალს თუ კი სახში რაიმე მოძრაობა დაფიქსირდება. დაულოდოთ 2 წუთი. ხო, რაც შეეხება ტემპერატურას. ტემპერატურები გაიზომა და ძალიან უცნობად უჭირავს სამივე ოთახში ერთიაიგივე ტემპერატურა. რაც გასაკვირია, ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა იყოს სხვაობები. 1 გრადუსში მაინც უნდა იყოს სხვაობა, მაგრამ არ არის სტაბილურად უჭირავს რატომღაც სულ ერთი და იგივე ტემპერატურა. არც 1 გრადუსით მაღლა, არც 1 გრადუსით დაბლა. ეს ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, საყურადღებო. მოხუცი რომ ცუდად ხდება, კიდევ ვიმეორებ, რომ უშუალოდ გარემოებაც რა თქმა უნდა მოქმედებს, ორი აზრი არ არის. მომენტებში ანუ სტაბილური წნევა აქვს, მომენტებში უცბად ესე ნენელა დაიწყებს მატებას და ანუ მთელი ღამის განმავლობაში ზოგჯერ დღეს არ აქვს მოსნენება ამ ადამიანს, უკვე დადგენილი არის თუ რატო და რა მოქმედებს ეს ყველაფერი, მაგრამ ყურადღება მიაქცეთ საბუთებს, რომელსაც მანამდე გავეცანით ჩვენ, სადაც ადამიანს უწერია აბსოლუტურად ჯანმრთელია და კვლევები მაგას აჩვენებს ამას მედიცინური თვალსაზრისით ვიზახი და ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, იმიტომ რომ რაიმე დარღვევა რო ყოფილიყო, ხო? თქვათ გულის ან სხვა რაიმე ორგანოსი აუცილებლად ანალიზებით გამოავლინდა ყველაფერს და თავისთავად სხვა კვლევებით, მაგრამ მსგავსი არაფერი შემთხვევა არ აქვს. ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელია, მაგრამ ცხოვრებაში ეს სიჯანმრთელი არ ჩანს არსად, იმიტომ რომ ცუდად ხდება და ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან, უცებ იწყება აქ ესეთი რაღაცეები და მოკლედ ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ჩვენც ახლა აქ იმიტომ ვართ, რომ პირველ რიგში დავიწყოთ კვლევები იქიდან, რომ გამოვალვინოთ, არის თუ არა სახში რაიმე ისეთი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, ასე ვთქვათ, ადამიანების წყნარ და მშვიდ ცხოვრებას და დიახ, დადასტურდა არის ასეთი გარემო, ანუ ეს არის ასტრალური ზონა, გარდაცვალ სამყარო პირდაპირ არის პირდაღებული, ანუ შემოდის საძინებელში პირდაპირ ვთქვათ და რა თქმა უნდა ეს ზეგავლენაა ძალიან ცუდი. ჯერჯერობით მშვიდობა, სულის მოძრაობას ადგილი არ აქვს, დირექტორი მშვიდად არის. დაახლოებით 2 წუთი ხო გავიდა და უკვე ნეცში. კი, გავიდეთ, კი, გავიდეთ. კარგი. გამიშვიქით. ხო, როგორც თქვით, ანუ დეტექტორებმაც და მოძრაობის სენსორმაც უბრალოდ იგივე თქვა, რომ ჯერჯერობით სახში ანუ სულის მოძრაობა ნახე როგორ აქტიურობს. ამდენდე. ნახე. რა დღეშია ეს? მოსა გავიხსნით გადაიღე. ნახე. კი, ძალიან მაგარია. ეს ერთი წუთი. ეგ არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ახლოს დავარ დეტექტორთან, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს ეგ, მაგრამ კი, ძალიან აქტიურობს. ძალიან გაძლიერდა. შეიძლება განგაშიც მოგცეს ახლა ისე ნაშრობა. შეიძლება. რა ბუბუ, შეგეშინდა ბიჭო, ხო, ჯერჯერობით სულის მოძრაობას ადგილი არ აქვს. კარგი, გავთიშოთ კამერა. მეგობრებო, ეხლა არის უკვე 5:25 წუთი და ამ დრომდე ვაკურდებოდით მოვლენებს. ჩვენ უკვე გავიარეთ ზეთისხება, გავიარეთ უკვე კურთხევა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გადაგვიღია ეხლა ოფიციალურად, უკვე იცით რა როგორ კეთდება და შედეგები
გვაინტერესებს თავისთავად რა შედეგები გამოიღო ამ ყველაფერს. მოდი შედეგებზე მე არაფერს არ ვიტყვი, ჯერ თავს შევიკავებ, მაგრამ ამ დრომდე რა მდგომარეობა გვაქვს, თავად გითხოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთან ერთად ესწრებოდა ამ ყველაფერს და ჰქონდათ პრობლემა, ამ დრომდე თუ შეიძლება გითხარით, რომ კი, შედეგი ნამდვილად დადგა, ძალიან კარგად არის დედაჩემი, აღარც წამლები, აღარ დაჭირები, აღარც დარეგულირებული აქვს ამჟამად წნევა. არაფერი არ გასჭირებია, როცა აქამდე უკვე ერთი სამჯერ უნდა დაელია წნევის სამლები, დამწევები ან სასწრაფო უნდა ყოლოდა. ესე იგი ადასტურებთ, რომ ყველაფერი კარგად კი, არის. ძალიან კმაყოფილები ვართ, უფლის წყალობით და თქვენი დახმარებით. კეთილი, თქვენც ადასტურებთ, რომ შედობა გვაქვს ამ დრომდე სახლში არსებული ის პორტალი. ასტრალური ზონაც ყველაფერი კარგად არის, სხვათა შორის ძალიან კმაყოფილები ვართ. ეხლა აგიხსნით მეგობრებო, ჩვენ რა თქმა უნდა EGF-ის თან გვაქვს, არ მოვაყოლო კამერა იმდექი არ ავაყოლო. გვაქვს EGF-ის ადგილზე, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს და გამოკვლევა არ იწყება მეორე საფეხურიდან და პირველ სარუბრუნდებით, ან მესამედან პირველ სარუბრუნდებით. იწყება პირველი საფეხურიდან, მერე შემდეგ არის მეორე პროცედურა, მესამე, მეოთხე და მეხუთე. შესაბამისად, EGF-ამდე ვერ წავედით, იმიტომ რომ არ მოითხოვა სიტუაციამ EGF-ი, ვინაიდან სახლში მოძრავი სული არ დაფიქსირდა და ამეთანხმებით რომ ეგრე იყო, მაგრამ დაფიქსირდა ძლიერი გარემო აქტიური ასტრალური ზონა, რომელიც ამჟამად ჩახურულია. კურთხევისა და ზეთისხლების მერე აბსოლუტურად ყველა წერტილი რაც კი სახლში არსებობდა, ამ დროისთვის საერთოდ დახურულია. მეთანხმებით ხო რომ ეგრეა? თქმა უნდა, რა თქმა მეც მეთანხმებით. აპარატმა გვაჩვენა მეგობრებმა რომ არანაირი აქტივობა აღარ არის აპარატზე. კი ბატონო, ვინაიდან მოხუცი ყავს და უკვე დაეძინა შვიდად წყნარად, ამიტომ ჩვენს აღარ ხმაურობთ უნდა ჩავალაგოთ ნივთები და დაბრუნდეთ სახლში. ამ ხალხს კიდე უფლის წყალობით. დღეს ამას იქით არაფერი არ გაუჭირდებათ მეგობრებო. და რა თქმა უნდა ერთ რაღაცას დაგგვარებთ უბრალოდ რომ 3 დღის განმავლობაში გვექნება ურთიერთობა მანამდეც, მაგრამ ეს 3 დღე აუცილებელია რომ სიტუაცია გადავამოწოთ როგორ არის ხო ადამიანი და ამის მერე რომ დარწმუნდებით უკვე იმაში რომ კრიზისი აღარ აგვაქვს, ყველაფერი კარგად არის, უფალს და უფლის სამადლობელი აუცილებლად უნდა აუცილებლად მადლობა უფალს და მადლობა თქვენი დახმარებით, თორე ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდით უფალს. პატივს ვცემთ, გვიყვარს, ვაფასებთ, ხატებიც ყველაფერი აბსოლუტურად, მაგრამ ძალიან ძლიერი დახმარება გაგვიწიეთ, უზომოდ ძლიერი. ჩვენ არაფერი მეგობრებო, თავად უფალი ჩაერია იქ სადაც ადამიანი უძლურია და სწორედ ღმერთი იძახის იმას, რომ რაც ადამიანისთვის არის შეუძლებელი, უფლისთვის არაფერია შეუძლებელი და მადლობა უფალს იმისთვის, რომ მოიღო წყალობა ჩვენზე და ჯერჯერობით რასაც ხედავთ ფაქტებით, ის არის, რომ აბსოლუტური სიმშვიდეა, სიწყნარია, ქალბატონის მოგცი ქალბატონი, რომელიც ცუდად ხდებოდა, ამ დრომდე კარგად არის. შვიდად ძინა. დიდება უფალს. თავის ნორმაში იყო წნება, მართლა თავის ნორმაში რაც კარგად გზნობს თავს, აი ეს ნორმა. ძალიან გიხარია. კრიზისული პერიოდი იყო, ღამის 4 საათი, გუშინ წინ იმის წინ ცუდი მდგომარეობა ჰქონდა, ხო? კი, 2 სასწრაფო ყავდა. ორჯერ ყავდა, გამოსახებული საღამოს 4-ის ნახევარზე და ღამის 2 საათზე. კი ბატონო. ყველაფერი ეს უკვე წარსულს ჩაბარდა და დღეიდან და დღეის ამასიკით ამ ადამიანებს მშვიდობა არასდროს გამოელებათ როგორც პირად საქმიანობაში, ასევე ოჯახში და რაც ყველაზე მთავარია, ქალბატონს რომელსაც ძალიან უჭირს, უფალი თავად დაეხმარა იმაში, რომ შეისმინა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის, რომ ჩვენ მოვინანიეთ, დავჯექით ყველა ერთად უფლის წინაშე მოვინანიეთ, აქედან დავიწყეთ. ყველაფერი არ გადაგვიღია ეხლა, იმიტომ რომ არის რაღაცები, რაც საჭირო არ არის მეგობრებო და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც მე ვთვლი საჭიროთ, რომ ამის პუბლიკაცია გავაკეთოთ, მაგრამ ეს ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. პირველ რიგში მონანიება უფლის წინაშე და შემდეგ უფლის წყალობა. სხვა ეს ყველაფერი უკუღმა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ყველაფერს თავისი კანონი
ასე რომ ის გადარჩენია მეგობრებო, ნელა ნივთები ავიღოთ, ჩავალაგოთ და წყნარად გავიდეთ ისე რომ მოხდეს, არ გავუღვიძოთ, ასე რომ ყველაფერი კარგად არის. პლუს ალობით. დროებით და შემდეგ გამოკვლევაც ალბათ ორი ოჯახია, რომელსაც ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვთ. ახალი წლები რო გადაივლის, ჩვენ ესე მოვილაპარაკეთ, რომ გვექნება ეს კვლევებიც აუცილებლად და თავად ერთ-ერთი მეპატრონე ოჯახის მოყვება და თანახმა ყველაფერზე, რომ გამოკვლევა დაინიშნოს, გადავიღოთ და ეს მასალები უშუალოდ გამოვაქვეყნოთ მე. დროებით და დაგიბრუნდებით სხვა სიახლეებით. ნახვამდის. ნახვამდის.